კიდევ ერთხელ მოგესალმებით, განვაგრძობთ პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას, ეს გადაცემა სტუდია ნომერი 8, მე კი ჟურნალისტი ლიზა კვესელოვა გახლავართ. ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე ვისაუბრებთ გადაცემის ამ ნაწილში პოლიტიკის ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე გსტუმრობს. მოგესალმებით, ბატონ ვაჟა, მადლობა იმისთვის, რომ გამონახეთ დრო და გვეწვიეთ სტუდიაში სასაუბროთ. ძალიან ბევრი პოლიტიკური თემა დაგროვდა, რომელზეც თქვენი შეფასება მაინტერესებს. ბუნებრივია, პირველ რიგში კითხავთ, ქვეყანაში მიმდინარე იმ პროცესს როგორ უყურებთ, რომელიც უკვე აგერ მესამე თვეა უკვე ქუჩაში მიმდინარეობს პროტესტი არჩევნების შემდეგ იმ კურსის, ასე ვთქვათ, ცვლილების შემდეგ, რაც ქართული ოცნების განცხადება მოვისმინეთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და ასე შემდეგ. აი ამ პროცესს, როდესაც აკვირდებით, როგორი შთაბეჭდილება გჩებათ, რაში ხედავთ გამოსავალს და რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ეს მხარეები, რომელიც უკვე სამი თვეა საკუთარი მოთხოვნებით გამოდიან და რაღაცნაირად ნაკლები კომუნიკაცია აქვთ ხელისუფლებასთან და აი ეს ჯერჯერობით ვერ ვნახეთ, რომ საერთო ენა გამოინახათ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ობიექტივის მაყურებელს. ვითარება არის რთული, ბუნებრივია და ცალსახაა და ცხადია, რომ ის რაც ახლა ქვეყანაში ხდება, ფაქტობრივად არის ბეწვისხიძეს სიარული, რომელიც ბევრ წილად დამოკიდებული არის საერთაშორისო მასშტაბით განვითარებულ მოვლენებზე. ეხლა ყველა ისინიც ვინც აქტიურობენ და ისინიც ვინც შედარებით სიმშვიდეს ინარჩუნებს, თქვათ მათ შორის ხელისუფლება, აი დაძაბული მოლოდინის რეჟიმში არიან. რა მოხდება დასავლეთში, შეერთებულ შტატებში როგორ განვითარდება მოვლენები, ტრამპის ადმინისტრაცია რას მიაღწევს deep state-თან ბრძოლაში, როგორი იქნება მისი პოლიტიკა, რამდენად დაბალანსებული, როდის მოიცლის კავკასიის, სამხრეთ კავკასიის კერძოდ რეგიონისთვის. აი ამის მოლოდინშია ყველა. ოპოზიცია ცდილობს, რომ პაუზა არ იყოს საგრძნობი და ეს აქტივობას აგრძელებს, მაგრამ ეს მაინც დამაზიანებელია ქვეყნისთვის ცალსახად. აქედან გამომდინარე, საჭიროა ჩვენ შევძლოთ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების და შიდა მოწყობის მშვიდობიანი გზით წარმართვა. იმდენად, რამდენადაც დიდ სურათში ჩვენი ისტორია არის იმპერიების მიდევნების ისტორია. შესაბამისად დამოუკიდებლობის იმ პერიოდებში, როცა ჩვენ გქონდა ვცდილობდით და ვახერხებდით ცივილიზაციის და კულტურის შექმნას, მაგრამ არსებითად ყოველთვის ვიყავით რომელიმე იმპერიის გავლენის სფეროში, ან ოკუპირებული, ან ყმადნაფიცი, ან გავლენის სფერო. შესაბამისად დამოუკიდებლობა ჩვენთვის ქართველი ხალხის ბრძოლისთვის ჯილდოცაა და გამოცდაცაა, იმიტომ რომ შენ უნდა დაამტკიცო, რომ ამ დამოუკიდებლობის მოვლა შეგიძლია და დამოუკიდებელი არსებობა შეგიძლია. ეს გამოცდა ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოს ვერ ჩააბარა, იმიტომ რომ მიმდინარეობს პროცესი, რომლის საბოლოო შედეგი, როგორც არ უნდა დამთავრდეს, იქნება ეს ვთქვათ ევროპისკენ სვლა ოცნების დევიზით, ღირსებით და ფრთხილად და თანმიმდევრულად ევროპისკენ თუ მეორე ძალა მოვა, რომელსაც მიაჩნია, რომ უფრო აქტიურად და უფრო მეტად უნდა მისდევდეს მოცემულ შემთხვევაში ევროპას, ევროკავშირს, რადგან შეერთებული შტატების პოლიტიკა ირღვევა. ამ ყველაფრის ფონზე განვითარებული მოვლენები უფრო დესუვერენიზაციის პროცესს უწყობს ხელს, ვიდრე პოლიტიკური პროცესის განვითარებას. ხო, ჩვენ ფაქტობრივად ხომ მოწმე ვიყავით რევოლუციური სცენარის განხორციელების ცდელობის. ეს რევოლუციური სცენარი წარუმატებლად დამთავრდა და ამის მიზეზების გააზრება ოპოზიციის ლიდერებს არ უნდათ. ხელისუფლებაც თავის მიერ აღებული კურსიდან გადახვევას და კომპრომისების დაშვებას არ აპირებს. არადა პოლიტიკა მოგხსენებათ არის რეალური საქმის საკეთებელი სფერო და არა ოცნებების, მიზნების და აკვიატებული იდეების. აქედან გამომდინარე, კომპრომისები არც
არც ხელისუფლების მხრიდან არ არის, ოპოზიციაც თავის მიმართულებით ისევ მიდის. კი, აი სწორედ ამაზე გითხეთ, ბატონო, როდესაც კომპრომისი არ არის, მაინც თავარი ალბათ არის იმ ძალის მხრიდან ვნახოთ კომპრომისი რომლის მხრიდანაც ელოდება საზოგადოება, იმიტომ რომ დამეთანხმებით ალბათ, როდესაც სახელმწიფოში 3 თვის განმავლობაში ადამიანები რაღაცას აპროტესტებენ, სახელმწიფოს უნდა დააინტერესოს ეს ადამიანები და თუ სრულად არ დააკმაყოფილებს, მათთან საუბრის დონეზე მაინც უნდა იყოს, რომ რაღაც პრობლემის მოგვარებაზე დაანახოს ამ ადამიანებს, რომ ფიქრობს. აი ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, თუნდაც იმ ახალგაზრდებთან მიმართებაში, როდესაც ხელისუფლება ლაპარაკობს, მუდმივად აი აქციის დასაწყისში მაგალითად საწყის ეტაპზე ამბობდა რომ ნუ ესენი არიან ის ახალგაზრდები რომლებიც მოღალატეები არიან ძალიან მალე დაიშლებიან და მოუბეზრდებათ ხედავთ რომ ეს პროცესი გრძელდება ამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება მართლაც არიან მათ რიგებში ისეთი ადამიანები რომლებსაც უნდათ დესტრუქცია შეიძლება არიან ნაციონალური მოძრაობის თქვათ აი ამ რევანშისტული სურვილებიდან გამომდინარე მოქმედი პირები, მაგრამ ჩვენ როდესაც ვხედავთ, რომ ეს არ არიან მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვხედავთ განურჩევლად საკუთარი პოზიციისა, ასე ვთქვათ, სამსახურისა, არ ხო ნახეთ ჩვენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების შეკრება. ესე იგი, ეს ადამიანები აპროტესტებენ ამდენი ხნის განმავლობაში, მათ აქვთ კონკრეტული ასე ვთქვათ კონკრეტული სურვილები ვიტყოდი, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს ხელისუფლების მხრიდან და სახელმწიფო მათ საერთოდ არ ცემს პასუხს, არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ რაღაც დონეზე მაინც კონდეს კომუნიკაცია და ეს რამდენად სწორია, იმიტომ რომ თუ კი რაღაცნაირად კომპრომისამდე ვერ მივალთ, მაშინ კიდევ უფრო დიდ პოლიტიკურ ჩიხთან გვექნება და პოლიტიკურ კრიზისთან გვექნება შეხება, იმიტომ რომ ასე ხომ ქვეყანა ვერ განვითარდება, ბუნებრივია ჩვენ ახლა რასაც ვხედავთ, ამას პოლიტიკური არ ვიცი, პოლიტიკური პროცესი შეიძლება ეწოდოს, როდესაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია პარლამენტში, როდესაც მუდმივად ადამიანები მომზადებულები არიან, რომ ქუჩაში გამოვიდნენ და გააპროტესტონ სხვადასხვა საკითხები და ასე შემდეგ და უამრავი საკითხი აქვს საზოგადოებას გარდა ამისა, რომელიც უნდა მოგვარდეს და რომელზეც უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. თქვენ ყველაფერი აბსოლუტურად ზუსტად და საფუძვლიანად დაახასიათეთ. მე მხოლოდ ის გადამჩენია, რომ დაგეთანხმოთ პათოსში. ამავე დროს შევნიშნავ, რომ კომპრომისი პოლიტიკაში ცალმხრივი არ შეიძლება იყოს. კომპრომისი ცალმხრივი გახლავთ კაპიტულაციის გამოხატულება. ეს ჩვენი შიდა პოლიტიკა იქნება თუ მაგალითად იგივე უკრაინა-რუსეთის ომის პერიპეტიები, აქ კომპრომისი უნდა იყოს ყველასთვის მისაღები და საიმედო და მყარი შვიდი პოლიტიკური ცხოვრების წინაპირობა. ამიტომ აქ რა თქმა უნდა ხელისუფლების პასუხისმგებლობა მეტია, მაგრამ არანაკლებია ოპოზიციის პასუხისმგებლობა. თუ საზოგადოებასთან ორივე მხარე გულწრფელი არ იქნება აბსოლუტურად და არც ერთი მხარე ჯერჯერობით არ არის გულწრფელი, ისეთ როგორც საჭიროა, მაშინ ეს პროცესი უსასრულოდ გაგრძელდება გარკვეულ ჩიხამდე. იმდენად, რამდენადაც პირველი, აი მაგალითად, გულწრფელობა და სიმართლე, ხო? არაფერ არ შეიძლება, რომ ამ ასე ვთქვათ, საპროტესტო აქციებს არ მოყვეს რაიმე რეაგირება ხელისუფლების მხრიდან, რაიმე პოზიციის დაფიქსირება, მათთან დიალოგისთვის მზაობა. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და მე არ ვეთანხმები ამგვარ მათ პოზიციას. შეიძლება ითქვას დამაზიანებელია ქვეყნისთვის. მეორეს მხრივ ოპოზიციის სტრატეგიაც არის ხარვეზიანი, არასწორი, არათანმიმდევრული, შეცდომა იყო დაუშვათ წინა პლანზე ახალგაზრდობის და პროტესტანტების წაწევა და პარტიების უკან დადგომა, იმიტომ რომ პოლიტიკურ პროცესს ყოველთვის პარტიები წარმართავენ და ახალგაზრდობა არასდროს არ არის და ვერასდროს ვერ იქნება იმ ცნობილი მოაზროვნის ორტეგაი გასეტის არ იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა. მას ადრე თუ გვიან რომელიმე პოლიტიკური ძალა წაიყვანს რაიმე მიმართულებით. ეს შეცდომა იყო პოლიტიკური პროცესზე
დარტყმა, დესუვერენიზაცია ფაქტობრივად, როდესაც პარლამენტში არ შევიდა ოპოზიცია, პარლამენტში ოპოზიციის შესვლა, დესუვერენიზაცია არ მოიტანა შედეგი და არც მოიტანს, რაც არ უნდა ერთპარტიული სისტემა და ამაზე აპელირება ხდებოდეს, თუ გარეთ იქნება მასობრივი ქმედით თანმიმდევრული საპროტესტო ტალღა და შიგნით ამას დაემატება საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება ხელისუფლების მცდარი ნაბიჯების ნათლსაყოფად და საილუსტრაციოდ ეს რა ზიანს მიაყენებს, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ პროცესს. არანაირს, ხოლო ის რო ვთქვათ, აი ჩვენ გავემიჯნოთ მარტო დავტოვოთ ოცნება და სანქციების მოიმედეობა, ასე ვთქვათ, ვაქციოთ პოლიტიკის ქვაკუთხედად, ესეც მცდარი იყო. მცდარი იყო თავიდანვე ის, რომ მაგალითად ახლა მე ვერასდროს ვერ დავუშვებ, არა ვარ არც ერთ მხარეს, არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის, რომ დავუშვათ საპროტესტო აქციების პირველი ტალღა, რომ თქვა, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქციები. ამაზე აპელირება აზიანებს იმათ, ვინც ამ აზრის თავზე მოხვევას ცდილობს საზოგადოებისთვის. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, დაუშვებელია, როდესაც ქალბატონი ამაღლობელი მიუხედავად იმისა, რომ დაუშვებელი რამ გააკეთა, ანუ პოლიციელს ხელი გაარტყა, იჯდეს ციხეში. აქ ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს გარკვეული დათმობა და კომპრომისი აი ამ საკითხში. გადამეტებაც უნდა ვახსენოთ აქვე, რომელიც აქციის მონაწილეების, ძალის გადამეტება აქციის მონაწილეების. ეს თავისთავად უნდა არც ერთი სამართალდამცავი ასე ვთქვათ, არ დაშილა არანაირად გადაცდომებისთვის არა და ასეთი გადაცდომის ფაქტებიც იყო. ეს მიუხედავად იმისა, რომ სწორია ხელისუფლების პოზიცია, რომ სამართალდამცავი ხელშეუხებელია, სამართალდამცავი ყოველთვის სწორია, მაგრამ ეს საქართველოა, აქ კომპრომისების არეალია. ეხლა ისტორია ხო გვიყვარს ჩვენ ქართველებს, აი თამარის დროს რა პირველ ეტაპზე ყუთლუარსლანის დასის გამოსვლა და რა პერიპეტიები იყო იქ და დაპირისპირებები და სიკვდილით დასჯა გააუქმა თამარმა, მიუხედავად იმისა, რომ მას წესრიგი უნდოდა ქვეყანაში არეულობის შემდეგ. ამიტომ ჩვენ ახ რაღაცა უნდა შემოქმედებითად მიუდგეთ, მაგრამ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. იცით რატომ? ჩვენ უბრალოდ ბოლო დამოუკიდებლობის პერიოდში სულ ვებრძვით ავტორიტეტს, სულ არ აგვაქვს დიალოგი საზოგადოებასთან, თუ ვინმე არ დგას ქუჩაში ან არ ზის კაბინეტში, ისინი პოლიტიკურ პროცესში არ მონაწილეობენ. ეს არის დამანგრეველი და დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის. კი ბატონო, აი მე ასევე მაინტერესებს საერთაშორისო დონეზე თქვენ ახსენეთ, რომ ოპოზიცია ახლა მხოლოდ სანქციების იმედად არის დარჩენილი, ხომ? აი ამ პროცესის გაგრძელებას როგორ ხედავთ, იმიტომ რომ ბუნებრივია მართლაც ოპოზიცია მუდმივად აპელირებს იმაზე, რომ სანქციები მზადდება ბიძინა ივანიშვილის, მისი გარემოცვის მისამართით, თუმცა ქართული ოცნების პოზიციაც გვესმის და კარგად ვხედავთ, რომ ეს ადამიანები რაღაცნაირად არც სათვალოშიც კი არ თვლიან აი ამ რეზოლუციებს, რომელსაც იღებს მაგალითად ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში და ასე შემდეგ, ხომ? აი ამ არც მე ვფიქრობ, რომ არც ეს სანქციები აშინებთ დიდად თუ არ ფიქრობენ რეალურად, რომ ასეთი ტიპის სანქციები დაწესდება, არ ვიცი რაში მდგომარეობს საქმე, რეალობა არის ის, რომ ქართულ ოცნებას სათანადოდ არ ანაღვლებს მოკლედ რა რეზოლუცია იქნება მომზადებული და რას იტყვიან საერთაშორისო დონეზე საქართველოს მისამართით, თუმცა პროცესი ზიანდება თუ არა ჩვენი ქვეყნის, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის სახელი, იმიჯი, აი ამ წლების განმავლობაში ნაშენები ეს სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თუ არა იმ ყველაფრით, რასაც ჩვენ ამ ბოლო პერიოდში ვხედავთ, თუ რა მოწოდებები, რა განცხადებები, რა რეზოლუციები არის მიღებული საქართველოსთან მიმართებაში და რა ნაბიჯებიც იდგმება ზოგადად აი ამ დროის განმავლობაში. ეს აზიანებს, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას და აი ამას სათანადოდ აღიქვამს თუ არა ქართული ოცნება და სწორად იქცევა, როდესაც აი ამ ნაწილშიც შეუვალია და არ ითვალისწინებს არავის აზრს და პოზიციას. რა თქმა უნდა, არა, რა თქმა უნდა, მან უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციის თვალსაზრისები და განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინოს ქართული საზოგადოების პოზიცია. ქართული საზოგადოება არ არის ასე ვთქვათ ერთგვაროვანი. ბევრი ეს შლეიფი არის ძალიან ბევრი პლასტის შემცველი, ბევრი ფენის, ბევრი ჯგუფის ადამიანების ის რასაც თქვენ ხედავთ დასავლეთში და ვეძახით deep states, იგივე აქაც არსებობს საქართველოში და ქართული deep state
იმიტომ არის რომ ჯერ ოპოზიცია ვერ მიაღწია წარმატებას მათ შორის რევოლუციური გზით რომ ქართული deep state-ი მხარს არ უჭერს რევოლუციურ გზას და ამ ოპოზიციის მოსვლას ხელისუფლებაში ამ ხელისუფლების შემდეგ მიუხედავად იმისა რომ ეს ხელისუფლება რომ უნდა წავიდეს, ამაზე არავინ დაობს და მათ შორის მეც, იმიტომ რომ ხელისუფლება და ცვალებადობა მიმაჩნია ქვეყნის განვითარების უცილებელ წინაპირობად, მით უმეტეს თქვათ 10-12 წლის მმართველობის შემდეგ. თუმცა ეს მიღებული და გაზიარებული არ არის ხელისუფლების მიერ, რომელსაც საკმაოდ მხარდამჭერები ხავს. ამიტომ ეს პროცესი რომ არ შევიდეს ჩიხში და რომ არ დააზიანოს ქვეყნის მომავალი აუცილებელია საერთო ეროვნული დიალოგის დაწყება თქვენ აი დააკვირდით ოპოზიციის და ხელისუფლების კონტროლირებადი ტელევიზიები. განსხვავებული აზრი მოგისმენიათ იქ ან შეჯერება თვალსაზრისებით ან ოპოზიცია პოზიციის ეხა ერთმანეთს არ დალაპარაკება, მაშინ ქუჩაში გავარკვიოთ ურთიერთობები და ქუჩამ შედეგი არ მოიტანა. მაგრამ ვერც ხელისუფლებამ გაიმარჯვა ცალსახად. ამიტომ ეხლა რუსთავი ორი ხანდახან ცდილობს, რომ ისინიც მოიწვიოს, ესენიც. ისინიც და ესენიც კი არა, კაცო. ერთად დასხდნენ და ჩვენ ვიტყვით, რომელი პოზიცია უფრო მისაღებია, თუ არა ევროატლანტიკური არჩევანი ჩვენთვის იყო უეჭველი, ეხლა ცალსახად გვეუბნება ახალი პრეზიდენტი, რომ ნატოში გაწევრიანება უკრაინისთვის მიუღწეველი ამოცანაა და არ მოხდება. ნატოში იმათი გაწევრიანება თუ მიუღებელია, ბუნებრივია იგულისხმება, რომ ტრამპის თვალსაზრისით, რომ საქართველოსთვისაც ეს მიუღებელია, მაგრამ ევროკავშირი ჩვენი არჩევანია და სხვათა შორის ეს იმპერიების მიდევნების ჩვენეული ეთნოფსიქოლოგიის გამოხატულებაცაა. იმიტომ რომ ჩვენ სულ იმპერიას მივყვებოდით, ან დაპყრობილები ვიყავით, ანვე მორჩილებოდით, ან პერიფერია და აი ეს იყო საუკუნეების განმავლობაში და ეხლა როდესაც ჩვენ აი მექანიკურად დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ წავედით ევროკავშირისკენ, რომელსაც იმპერიული ნიშნები ნაკლებად ეტყობოდა, მაგრამ ეხლა ის არ აღმოჩნდა ელდორადო იქ ხელგაშლილი არ მიგვიღეს, არ შეგვეგებენ, ამდენი ხანია წვალოთ, მივდივართ, მით უმეტეს ტერიტორიული მთლიანობა პრობლემა გადაუწყვეტელია და კაცი შვილმა არ იცის, როდის და რა ვითარებაში გადაწყდება, ეს ერთი თვალსაზრისი და ერთი პოზიცია და მეორე, ну რაღაც საოცარი საფრთხეები ეროვნული ასე ვთქვათ, უსაფრთხოებისთვის, რომელიც შეიძლება დასრულდეს იმით, რომ ჩვენ ელდორადოში კი არ აღმოჩნდეთ, მთა ნარაიამასკენ ვიაროთ, სადაც ცნობილ ფილმში იაპონურში მოგეხსენებათ მიდიან უიმედო ადამიანები. აი, კიდევ ერთი რამ რაც დავიჭირე თქვენ საუბარში, ეს არის ის, რომ ქართული ოცნების ტელევიზიები ახსენეთ, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ვთქვათ დადებითზე საუბრობენ და არ საუბრობენ აი ამ თემებზე, რომელიც მაგალითად ისმის ჩვენი ეთერებიდან, ისმის ვთქვათ ის კრიტიკული პოზიცია, თუმცა ვიტყოდი ეს არის ყოველთვის ჯანსაღი, რაც ჩვენი ტელეეთერიდან ისმის ჯანსაღი კრიტიკული მიდგომები და აბსოლუტურად საზოგადოების ინტერესები ყოველ დგას ხოლმე ჩვენი, ასე ვთქვათ, არხისთვის პირველ პლანზე, იმიტომ რომ ჩვენ მუდმივად ინტერაქტიული ეთერები გვაქვს, საზოგადოებას ვუსმენთ და შემდეგ აი ამ პრობლემებზე ვსაუბრობთ, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. აი თქვენ, როდესაც ახსენეთ იმედი, როდესაც ახსენეთ რუსთავი ორი და მე არ შემეძლია ხა ამ ბოლო დღეებში, რაც მოვისმინეთ და რაც გავიგეთ, მაუწყებლის შესახებ, იცით თქვენ, რომ პარლამენტში მაუწყებლის შესახებ კანონპროექტი უკვე ინიცირებულია, რომელიც პირდაპირ არის ალბათ შეზღუდვა თავისუფალი მედია საშუალებებისთვის, იმიტომ რომ იქ უკვე ისეთი ჩანაწერები არსებობს, მაგალითად ინტერაქტიულ ეთერში უნდა გავაკონტროლოთ თუ ვინმეს მაგალითად ქართული ოცნების მისამართით იტყვის კრიტიკულს ეს თურმე წარმოუდგენელია და თურმე არ უნდა გავუშვათ პირდაპირ ეთერში. მაგალითად, როდესაც მოვიწვევთ ოპოზიციას, პოზიციაც უნდა იყოს, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ აქვე ვიტყვი იმას, რომ ქართული ოცნების დეპუტატებს ან ვისთანაც გვაქვს ხოლმე კომუნიკაცია, ანალიტიკოსებს, თუ ისინიც კი
უარს ამბობენ გადაცემაში მონაწილეობის მიღებაზე და როგორ უნდა მოხდეს ამის დაბალანსება, ესიც ძალიან საინტერესო, თუმცა ხედავთ რომ აი ამ რაღაცნაირად ჯანსაღი კრიტიკის მოსპობასაც კი ცდილობს იმ ბოლო კანონებით, რომელსაც ქართული ოცნება იღებს მაგალითად ქვეყანაში და მე პირდაპირ ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ ის ცდილობს თავისუფალი დამოუკიდებელი სიტყვის, ასე ვთქვათ, მოსპობას და მუდმივად უნდა ალბათ რომ მხოლოდ ქართულ ტელესივრცეებში მხოლოდ დადებითი ისმოდეს ქართულ ოცნებაზე. რამდენად აი ეს პროცესი თუნდაც, აი ეს კანონი თუნდაც მიგვახვედრებს იმაზე, რომ რაღაც არასწორად ვითარდება ჩვენს ქვეყანაში და რაღაცას არასწორად აკეთებენ და უსმენინ თუ არა საერთოდ ვინმეს აი ამ გზაზე, იმიტომ რომ რაღაცნაირად არც კი აინტერესებთ, მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ ამ კანონებსაც და მე დარწმუნებული ვარ ამ კანონსაც მიიღებენ, იმიტომ რომ მათ ხელის შემშლელიც კი არ ამიყავთ პარლამენტში, რომ ვთქვათ, აი მე განსხვავებული პოზიცია დააფიქსიროს ვინმე. თქვენ გამოცდილი ჟურნალისტები ბრძანდებით და გემახსოვრებათ, რომ საწყის ეტაპზე თავისუფალი მედიის განვითარების ჩვენ ვაპელირებდით ისეთი ცნებებით, როგორიც არის დაბალანსებული ინფორმაცია. და უნდა ყოფილიყო ყველა თვალსაზრისი, რომ მსმენელს, მკითხველს, მაყურებელს გაეგო ვინ არის სწორი და მართალი. ეს გადავიდა მეორე პლანზე. წამოვიდა, ასე ვთქვათ, პროპაგანდისტული ნარატივები, ყველა მათ მიერ კონტროლირება ტელევიზიებში ხელისუფლებისაც და ოპოზიციისაც უფრო პროპაგანდისტულია ეხლა ეს არხები, ვიდრე თავისუფალი მედიის ორგანოები იმ სისტემამ რომელიც იყო აი ამ მაკონტროლებელი ამ სივრცის ვერ იმუშავა, არადა მათ ორგანიზებაზე უამრავი ფული დახარჯა იმ დასავლეთის ფონდებმა, რომლებსაც ეხლა ტრამპი ებრძვის ამერიკაში, მაგრამ რეალური შედეგი მან ვერ მოიტანა. ჩვენი მედია უფრო პროპაგანდისტული გახდა და ზოგჯერ ეხლა იგივე ტრამპის ტერმინი რო ვიხმაროთ fake news-ების გამავრცელებელი და ეხლა როდესაც შეერთებულ შტატებში CNN-ს ABC-ს, NBC-ს და სხვას ტრამპი ეძახის fake news-ებს და მათ ჟურნალისტებს fake news-ების გამავრცელებელს, ახლა საქართველოში ცოტა ისე უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. ხელისუფლების ცდელობა რო სფერო მოაწესრიგოს, ჩემთვის გასაგებია, მაგრამ შინაარსი, რომლითაც ის ამას აკეთებს, ჩემთვის არ არის დამაჯერებელი და მივიჩნევ თავისუფალი სიტყვის რამდენადმე შეზღუდვის მცდელობას. ეხლა ჩვენ სოციალური მედია გვაქვს. აქ რაც არ უნდა აკონტროლო, არ ვიცი, ბევრი თანხის დახარჯვა იქნება საჭირო, რომ სოციალური მედიის სივრცე აკონტროლო. ცუკერბერგმა დაიხია უკან და თქვა უარი. ჩვენ როგორ უნდა ვაკონტროლოთ? არადა პრობლემა არის. ეხლა ერთი ინტერვიუ ჩემი გამოქვეყნდა სადღაც და გამოვიყენე ტერმინი პოლიტიკის მეცნიერება და ადამიანი სოლიდური მე გადავედი მის პროფილზე მეუნება რომ პოლიტიკის მეცნიერება საიდან მოიტანე ეს ტერმინი რა იმპრო პოლიტიკა როდის გახდა მეცნიერება მეკითხება და კაცო პოლიტიკის მეცნიერება თუ არიცი რა არის შეკაი დედმამიშვილო ვიკიპედიაზე მაინც გადადი და ნახე იქ რას ნიშნავს პოლიტიკის მეცნიერება არ არის ეხლა ეს თავისთავად შეურაცხყოფა არ არის ფაკულტეტი არსებობს ასეთი რომელიც მე დამთავრებული ასე დოქტორები გამოდიან პოლიტიკის მეცნიერების აშენებენ მაგრამ ეხლა მე კაი თქვა შეურაცხყოფა არ არის მაგრამ აი მეორე კითხულობს რომელიც ასევე გაუთვისნობიერება და მე უკვე არაკომპეტენტური ვგონი ვარ რადგან აი ესეთი სისულელე ვთქვი და ამ დროს სისულელე კი არა უმარტივეს ტერმინი გამოვიყენე ასე რომ ეს პრობლემა არის ადვილი მოსაგვარებელი არ არის მიუხედავად ამისა ხელისუფლების ნაბიჯები გადასადგმელი აქვს ხელისუფლებას ნაბიჯები ოღონდ ოპოზიციასთან ერთად იმიტომ რომ ეხლა ეს ოპოზიცია რო უნდა აკრძალონ ეს თლად შედეგიანი არ იქნება რაც არ უნდა მოვლენები განვითარდეს სოფლიოში იმიტომ რომ ოპოზიციის თქვათ ნარატივების შეზღუდვა ეს მათი მხარდამჭერი ათასობით შეიძლება 100,000-ობით ადამიანის შეზღუდვა ანუ მისთვის
არასწორი, მაგრამ მისი თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვა. აქამდე არ უნდა მივიდეთ, რაც არ უნდა მიიღოს ეს ევროპამ ან ამერიკამ ან სხვამ, თურქეთმა და სხვებმა, მიუხედავად ამისა, შეზღუდვა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ წაადგება და ეს უნდა იქნას გათვალისწინებული. კი ბატონო, უღრმესი მადლობა სამწუხაროდ რა მოგვეწურათ გადაცემის პირველი ნაწილისთვის განკუთვნილი და ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. ჩვენ მომავალშიც გვექნება აუცილებლად შესაძლებლობა პოლიტიკის ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე გსტუმრობდა გადაცემის ამ ნაწილში. არ გადაერთოთ, რამდენიმე წუთში დაგებრუნდებით პირდაპირ ეთერში.